საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ქალბატონო ნინო, თქვენი ღამის შოუში მოწვევის მიზეზი გახლავთ ის გარემოება, რომ ის ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ ჯეროვან გადაწყვეტას მოითხოვენ, ის ადამიანები, რომლებიც თითოეული ჩვენთაგანისთვის, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია და რომლებიც უყურებენ ამ გადაცემას, თითოეულ გამოშვებას, თითოეული ჩვენთაგანისთვის აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ესე იგი მე მაინტერესებს თუ რა კომენტარს გააკეთეს ამაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, უნდა მოვსულიყავი თუ არა ღამის შოუში, მაგრამ აი სწორედ მაგ ფაქტორების გათვალისწინებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გადავწყვეტე, რომ დაგდახმებოდეთ. ესეთ ლაპარაკში ხო ძნელია რომ მოგიგოთ თქვენ. თქვენ აირჩიეთ. დავიწყოთ წინა საარჩევნო პერიოდიდან რა. ერთი ასეთი კითხვა მაქვს უკვე დიდი ხანია. რატომ დაარქვით თქვენს ბლოგს ბურჯანაძე დემოკრატები? მითით რა თქვენ შეიძლება გახსოვთ, იყო ერთი ძალიან პოპულარული პარტია თუ გაერთიანება, რომელიც დარეგისტრირდა იმ დროს იმ დროინდელი ხელისუფლების აქტიური ძალისხმევით, რომელსაც ერქვა ბურჯანაძე დემოკრატები. ჩვენ ძალიან გვიჭირდა მაშინ რეიტინგის თვალსაზრისით და ვიფიქრეთ, რომ იქნებ ხალხს ასოციაცია ჰქონოდა მათთან დაკავშირებით და მათი ხმები როგორმე გადმოგვეძინა ჩვენი მიმართულებით და მხოლოდ ამიტომ. ესე იგი მე რო ხმა მივეცი ჯუანშერ ბურჯანაძეს, ეს ხმები თქვენ გერგოთ რა უსამართლოა. ჩვენ ეს ხმები მოვიზიდეთ ჩვენკენ და მოგატყუეთ ამით. აი ისევ წინა საარჩევნო პერიოდში რაღაც რთული რეჟიმი გქონდათ, ხო? ბევრ ადგილას დადიოდით რეგიონებში და ნუ ხალხი ხვდებოდნენ, აი როგორი იყო შეხვედრები რა, როგორ ხვდებოდნენ ხოლმე. რთული იყო თუ არა ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ანუ ხალხს ძალიან ბევრი რამ აინტერესებდათ ალბათ, ხო? რთული იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ხოლმე. მე მახსოვს მაინცა და მაინც ბევრს არ უპირდებოდი ხოლმე და ერთხელ ძალიან აღშფოთებულმა, გულწრფელად აღშფოთებულმა ამომრჩეველმა მითხრა, რომ თქვენო რაღაც არაფერს არ გვპირდებით და ვერ გავიგეხ, მაგრამ უნდა მოგცეთო, მაგრამ ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, არ მიწყენენ რაჭველები, მქონდა რაჭაში შეხვედრა ესე დაიგეგმა ონში და შემდეგ ამბროლაურში. ნუ ონში შეხვედრის დროს რაღაც ძალიან უცნაური სიტუაცია იყო, იმიტომ რომ არც ერთი შეკითხვა არ დაისვა დარბაზიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა შეხვედრაზე იყო ხოლმე უამრავი შეკითხვები. ვერაფრით ვერ მოვახერხე, რომ წამომეყვანა შეკითხვებზე, ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, დამთავრდა ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შეხვედრა, მაგრამ ამბროლაურში რო ჩავედით, დაწყებული არ მქონდა საუბარი და უამრავი წერილები მომაწოდეს შეკითხვებით. მერე კიდე გაგრძელდა ეს შეკითხვები უკვე პარალელურად მაწვდინე და ვიკითხე რომ რა დაგემართათ მეთქი ონში ვერავის შეკითხვა ვერ მოვაცემინე მეთქი და ესო ნახევარზე მეტი ონიდან მოსული წერილებიაო ეხლა დაგაწიეს გზაშიო. ხო რა თქმა უნდა არ გიწყენენ რაჭველები, ან გიწყენენ მაგრამ არ მიწყენენ მით უმეტეს ბებია რაჭველი მყავდა ესე რომ არ მიწყენენ. და ხალხი აი როდესაც ხვდებოდნენ ხოლმე ამ რეგიონებში დარწმუნებული ვარ თბილად ყველა განსაკუთრებით თბილად ვინ შეხვდათ? აი ბატონმა გოგიმ ძალიან საინტერესო რა მოყვა და მე გამახსენდა ერთი ყველაზე ისეთი ნიშანდობლივი შეიძლება და ყველაზე დასამახსოვრებელი უფრო სწორად შეხვედრა, ეხა რაიონს და ადგილს კონკრეტულად არ დავასახელებ, რომ არ დავასახელებ მოკლედ. შევდივართ დარბაზში, ეს არის დაახლოებით შეიძლება მე-4 ან მე-5 შეხვედრა დღის განმავლობაში და ნუ დილიდან მართლა ძალიან დაძაბული გრაფიკი იყო ხოლმე და რას ხედავ ბატონო გოგი, დარბაზი გადაჭედილია ხალხით, ძლივს მოახერხა დაცვამ რომ გზა გამიკვალოს და შევიდეთ დარბაზში. და სცენა რა თქმა უნდა მომზადებული იმისათვის რომ მე ესე ვთქვათ ამომრჩევლებს შევხვდე და ვესაუბრო. გახსოვთ ალბათ ესე სოფლის კლუბებში იყო ხოლმე ტრადიციული ხავერდის ფარდები, როგორც წესი შავი.
ეს ფარდები დიდის მონდომებით ჩამოფარებული, შვაში ჩამოკიდებული ჩემი გადიდებული სურათი. ეს ჯერ ყველაფერი არ არის, მინდა გითხრათ. სურათის ქვემოთ ძალიან მონდომებით გაკეთებული ორი ცალი მიხაკი, ესე გადაჯვარი. მიხაკის ქვემოთ ჯვარი, ასევე ყვავილებით შემკული და მის ცენტრში პრაქტიკულად სცენის, ესეც სამფეხზე რომ გვირგვინები იყო ხოლმე. მე სიმართლე გითხრათ, ცოტა ისე გული გადამიქანდა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე, რომ ამ გარემოში უნდა მესაუბრა, იქ ცოტა სხვაგვარად წარმოვიდგინე თავი, მაგრამ ეს იყო ყველაზე თბილი შეხვედრა. ყველაზე თბილი და მონდომებული შეხვედრა იყო ნამდვილად. მოდით გადმოვინაცვლოთ აქ და ეს მინდა შეგეკითხოთ გაცდენების ეს აგორებული თემა იყო პარლამენტარების, დეპუტატების გაცდენების და დაგვიანებების ეს თემა. რაღაცა სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ჩვენთვის გამოდგა. ესე იგი ანუ მინდა გკითხოთ რა შემთხვევაში არის, ну ვიცი რომ გასაგებია რომ პრობლემატური საკითხია, დეპუტატები არ დადიან ხოლმე, თქვენ ну პირველად მინდა მოგცეთ უნიკალური შანსი რომ ეხლა ყველა დეპუტატს მიმართოთ აქედან შეგიძლიათ. ანუ რა არის საპატიო, რა მიზეზი ითვლება საპატიოდ გაცდენისათვის? დათო ხა დღემდე ითვლებოდა ავადმყოფობა, მივლინებაში ყოფნა, ну საგანგებო ვითარებები როგორიც იყო, თქვათ ბათუმი, როგორიც იყო არჩევნები, მაგრამ დღეს ახლა არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესების გათვალისწინებით შეიძლება ღამის შოუში მონაწილეობაც ჩაეთვალოთ საპატიოდ. ჩვენ მოვიპოვეთ ერთი დადგენილება, ეს მინდა წაგიკითხოთ რა. მაინტერესებს თუ იცნობთ ამ დადგენილებას. ეს არის, ესე იგი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის სამდივნოსა და დაცვის სამსახურის დადგენილება. შეიძლება რომ წავიკითხო? იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 44 დღე. რაც დაკავშირებულია უძილო ღამეებთან, ათასობით კილომეტრიან დანგრეულ გზებთან და სხვა მძიმე გარემოებებთან. სანდო წყაროზე დაყრდნობით არსებობს შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კვების ყოველდღიურ რაციონსა და დღის რეჟიმს შეეხება. შესანარჩუნებელია პარლამენტის თავმჯდომარის მომხიბლავი გარეგნობა, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები და ასევე მაღალი რეიტინგი. დაკისრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვითარება საგანგაშოა. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი სამდივნო და დაცვის სამსახური ადგენს. პირველი, შეწყდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისი კვების რეჟიმის უგულებელყოფა. მეორე, აღმოიფხვრას პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლებლობებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება. მესამე, დაევალოს პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველ დილას მიიღოს თაფლიანი წყალი. მეოთხე, მიეცეს მითითება პარლამენტის თავმჯდომარის პირად მდივანს და ან მის თანმხლებ პირებს უზრუნველყონ ზემო აღნიშნული მუხლების შესრულება. და მეხუთე, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც განახორციელებს დადგენილების შესრულებულ მონიტორინგს. აი ესეთი დადგენილება. ეს თქვენთვის ცნობილი არის თუ რაღაც საიდუმლო დოკუმენტია, რომელიც არა, ეს ჩემთვის ცნობილია, ეს იყო წინა არჩევნების, 2003 წლის არჩევნების წინ, როცა შევედი ოთახში და დამხვდა მაგიდაზე დადგენილება, რომელიც ვერ გავიხსენე, როცა გადავავლე თვალი, დავიწყე კითხვა, უბრალოდ რაღაც ფორმა იყო უცნაური და ვფიქრობ, რომ პარლამენტს რა დადგენილებაა წავიკითხე. მივხვდი რაშიც იყო საქმე, მართლა ძალიან ღელავდნენ ჩემი გარშემომყოფნი იმ პერიოდში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალი დათო, რომელიც მინდა გითხრათ. როგორც წესი, დღემდე უნდა ვაღიარო ყველა დადგენილება, ну უმეტესობა ყოველ შემთხვევაში პროექტის სახით რაც შემოდის, რაღაც შეცდომები არის ხოლმე გაპარული და მე როგორც წესი ვასწორებ ამ შეცდომებს და მე მუდმივად ვუზღუნებ ამაზე, რომ რატომ მოდის დადგენილება, რომელშიც შეცდომა. ეს არის ერთადერთი დადგენილება, მინდა გითხრათ, რომელშიც შეცდომა არ იყო დაშვებული და რომელშიც ყველა, ესე ვთქვათ, მოთხოვნა დადგენილების იყო დაცული. იმდენად მონდომებით მუშაობდნენ. კარგით და ბოლოს მინდა შეგეკითხოთ. ქალბატონო ნინო, თქვენი აი ოფიციალური ცხოვრება ვიცით, პარლამენტის თავმჯდომარეობა, ასე შემდეგ. თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება როგორია? ანუ
აი მაგალითად მეზობლები არ შემოდიან ხოლმე თქვენთან რომ რაღაც სერიალ კლონს ერთად ვუყუროთ ან რაღაც ორი კბილი ნიორი მასესხე და რაღაც აი სიტუაციები არ არის ხოლმე? ხო ხა სერიალ კლონის რა მოგახსენოთ მაინდა-მაინც ვერა. ეხლა ორ კბილ ნიორზეც ვერ არის კარგად საქმე, იმიტომ რომ ძალიან გვიან მივდივარ ხოლმე და ღამის 2 საათზე სახლში რომ მიხვალ ნიორი ეხლა ნორმალურ ხალხს აღარ ჭირდება ხოლმე მარტო. მაგრამ ნუ ადრე იყო ხოლმე და ჩემთანაც მოსულან და მეც ჩავსულვარ ხოლმე მეზობელთან ერთხელ ძალიან ისეთი საინტერესო ფაქტს ქონდა ადგილი, როცა ღამე უცებ მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ ბავშვებს ნამცხვარი მოუნდათ და ნამცხვარი უნდა გამომეცხოდა. როცა დავიწყე კეთება, აღმოჩნდა რომ ეს იგი სახში რაღაცა ინგრედიენტები არ იყო. ჯერ ერთ ინგრედიენტზე ჩავედი ქვენ და მე ქვემოთ ცხოვრებ მეზობელთან, მერე მეორესთან და მესამეზე რომ მიუკაკუნე, მითხრა რომ გაზიო თქვენთან არისო? ესე რომ ხდება ხოლმე. ქალბატონებო და ბატონებო, ნინო ბურჯანა.